საღამომშვიდობისა, ეს თეორემა და დღეს მას მე ნინო მაჭარაშვილი წავიყვან. ვიქტორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა და კიდევ ერთხელ წამოჭრილი თემა უნდა ინარჩუნებდეს თუ არა საქართველოს ამ ფორმატს, რომლის ფარგლებშიც ოფიციალურად არაპოლიტიკურ თემებზე საუბრობენ, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მას სწორედ პოლიტიკური გზავნილების გასაჟღერებლად იყენებს. ამჯერად კარასინმა საქართველოს ოკუპაციის კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა და ისიც თქვა, რომ ახლა მთავარი საფრთხე საქართველოში არჩევნების მოახლოება, რუსეთის მოთმინებას კი საზღვარი აქვს. ოკუპაციის კანონის გაუქმებას არა, მაგრამ გარკვეულ ცვლილებებს არ გამორიცხავს და გეგმავს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ელოთა საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელსაც ზაფხულში თბილისი უმასპინძლებს, რუს დეპუტატებს აქ ჩამოსვლის პრობლემა არ შეექმნათ. რუსეთისგან მორიგ მუხარასა და მოთხოვნებზე კარასინი აბაშიძის ფორმატის მიზანშეწონილობაზე ვისაუბრებთ. თეორემას პირველ ნაწილში სტუდიაში ჩემი სტუმრები არიან ბატონი გია ჯაფარიძე, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ბატონი გიორგი ბადრიძე, დიპლომატთა კლუბის წევრი. მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის. აქვე ვიტყურეთ, ცოტა ხანში შემოგვიერთდება გიგა ბოკერია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი. მანამდე კი ბატონო გია, თქვენგან დავიწყოთ და დავიწყოთ აი სწორედ ამ ოკუპაციის კანონის შესახებ თემით. ჩვენი ხელისუფლება ამბობს და ამას სხვათა შორის ადრეც გეგმავდნენ, რომ ლიბერალიზაცია გაეკეთებინათ ცოტა, მაგალითად სისხლის სამართლის დანაშაულიდან ადმინისტრაციულ დანაშაულად ექციათ, ასე ვთქვათ, აფხაზეთში საქართველოს ხელისუფლების გვერდით ზავლით ყოფნა. და ნუ ახლა მიზეზად მოყავთ ესეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია, რომელიც თბილისში ჩატარდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი ცვლილებების შეტანა ამ კანონში? მოგესალმებით, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. ნამდვილად ასეა, რამდენადაც მე მახსოვს 2013 წლის გაზაფხულიდან, ანუ არჩევნებიდან სულ რამდენიმე თვეში იმ უწყებამ, რომელსაც ბატა ზაქარიაშვილი ხელმძღვანელობს, დაიწყო ამაზე მუშაობა. თუ მე სწორად მახსოვს, ეს საკითხი პარლამენტშიც იყო პირველი მოსმენით, გავიდა კიდევაც და შემდეგ მეორე მოსმენაზე ჩავარდა, რაღაც საზოგადოებრივი წნეხი იყო ძალიან ესეთი მძლავრი და მეორე მოსმენაზე ჩავარდა და შემდეგ შეაჩერეს, ახლა ისევ დაბრუნდა ეს თემა. ანუ თქვენი კითხვა ეხება იმას, რამდენად მიზანშეწონილია, რომ ეს მოხდეს. აი, ზაქარიაშვილი ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ აი საერთაშორისო ორგანიზაციები გთხოვენ, უთო გთხოვს და ნუ რა ვქნათ, ხანდახან საჭიროა, თუნდაც გამონაკლისის სახით ამის გაკეთება. კი, გასაგებია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მეც მახსოვს, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მაშინ ჯერ კიდევ დიპლომატიაში ვიყავი, მაგრამ მეც მომისმენია ასეთ პირად საუბრებში, მომისმენია მათ შორის ევროპის კავშირის წარმომადგენლისგან, სხვა დიპლომატებისგანაც მომისმენია, რომ თქვათ იქნებ ისეთი რეჟიმი დაგემყარებინათ, როგორიც თქვათ არის კვიპროსზე, სადაც შედარებით უფრო თქვათ ლიბერალურია კანონმდებლობა, თუმცა მე რამდენადაც მაშინ ამ გავეცანი იქ ეს ითვლება მაინც სისხლის სამართლის დანაშაულად, იგივე ვთქვათ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არალეგალურად შედიან კვიპროსზე, შედიან სწორედ ოკუპირებული ზონიდან, 37% არის ვთქვათ ოკუპირებული თურქეთის მიერ, იმ ზონიდან შედიან, თუ მათ აკავებენ ვთქვათ ბერძნულ მხარეს, ეს ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, ისინი ხვდებიან სამართლებიან, ხვდებიან სარჟელ აღსრულებით დაწესებულებაში, იქ სულ ერთია ასეთი, ანუ ერთი ციხეა მთელ კუნძულზე, მოგესალმებით, პატარა სახელმწიფოა და შემდეგ ხდება მათი დეპორტაცია საქართველოში. ანუ კი მესმის, რომ თქვა შედარებით უფრო შეიძლება ჩანდეს, რომ შედარებით უფრო ლიბერალურია, მაგრამ იქაც ითვლება, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი, ნებისმიერი ასეთ გადაწყვეტილებას, ნებისმიერი თემა ჩვენ შეიძლება განვიხილოთ როგორც რაღაც სამუშაო ჰიპოთეზა, სანამ მივალთ რაღაც გადაწყვეტილებამდე, ხო? იმისათვის რომ მივიღოთ რაღაც გადაწყვეტილება, ჩვენ უნდა კარგად დავწონოთ, ხო? ნუ რა სარგებელს მოგვიტანს, თქვა ჩვენ ეს გადაწყვეტილება და რა არის ის ფასი, რასაც ჩვენ ამ გადაწყვეტილებისთვის გადავიხდით, ხო? თუ ჩვენ ამას კარგად დავწონით და ჩავთვლით, რომ თქვათ ეს ჩვენ გვიღირს და ამით უფრო მეტი სარგებელი იქნება ნაკლებ ფასად, შეიძლება მივიდეთ ამ გადაწყვეტილებამდე, მაგრამ ეხლა როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩამოვიყვანოთ ის რუსი დეპუტატები, რომლებიც გამოირჩეოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში ომამდეც, აგვისტოს ომამდეც და აგვისტოს ომის შემდეგ განსაკუთრებული აგრესიული რიტორიკით საქართველოს მიმართ. ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად დაბრძანდებიან სოხუმში და ცხინვალში, ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მუშაობენ, სისტემატურად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ხა ამის მოტანა არგუმენტად, რომ ეს ადამიანები რომ ჩამოვიყვანოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ამისთვის უნდა გავაუქმოთ, თუ შევამსუბუქოთ, თუ ლიბერალიზაცია გავუკეთოთ საოკუპაციო რეჟიმს, მე არ მგონია, რომ ეს იყოს სერიოზული არგუმენტი და ამის გამო უნდა გადაიხედოს ოკუპაციის შესახებ კანონი. პრინციპში საბაბია ესეც, იმიტომ რომ გასულ წლებშიც გეგმავდნენ, როგორც წეყანასწრეთ ახლა არ წამოჭრილა ეს თემა. იმაში რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც, სხვადასხვა დიპლომატების მხრიდან ეს მე მომისმენია, ეს არის მათი აზრი. ეს არის მათ შეიძლება თავისი ინტერესი, მათ შორის ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები და ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები ჩვენი საგარეო პოლიტიკის გატარებაში და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების მიმართ. ვის რა აზრი აქვს, ეს ჩვენ შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ამას ჩვენ გავითვალისწინებთ თუ არა, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი. ამ შემთხვევაში მე არ მგონია რომ ის რასაც ეს ძალიან სასაცილოდ მეჩვენება რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა ჩამოვიყვანოთ საქართველოს ტრები, ხო ხა სხვა რა უნდა დავარქოთ ამ ადამიანებს და ამის გამო უნდა გადავხედოთ საოკუპაციო ოკუპაციის შესახებ კანონს. იგივე კვიპროსზე მოქმედებს ანალოგიური კანონი და არავის არ გადაუხედავს. გასაგებია სხვა შორის სანამ შემოვიდოდით, კითხულობდით და ლატვიაში მიიღეს კანონი, რომელიც უკრძალავს კაპიტულაციას მთავრობას, ისევ რუსული საფრთხიდან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ვაპირებთ რომ ლიბერალიზაციისკენ წავიდეთ. ბატონო გიორგი, თქვენ როგორ ფიქრობთ, აუცილებელია თუ არა რომ ჩამოვიდეს რუსეთის დელეგაცია ამ შემადგენლობით? და ნუ ზოგადად აი ამ ცვლილებებზე ოკუპაციის კანონში, რასაც გეგმავს ხელისუფლება, თუ გაიტანა ცხადი? მადლობთ მოწვევისთვის. პირველ რიგში ვეთანხმები აბსოლუტურად ბატონ გიას ყველაფერში, რაც მან თქვა. მე მგონია რომ საქართველოს სუვერენიტეტის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობა, გაქარწყლება იმ რუსი დეპუტატების კომფორტისთვის და თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების კომფორტისთვის, რომელთა ეგიდითაც უნდა ჩამოვიდნენ ისინი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი, პირდაპირ ვიტყვი. მე მინდა ჩვენ მაყურებელს შევთავაზო ნახუმ გუშინდელი განცხადება დიპლომატთა კლუბის, რომელიც ეხება უშუალოდ დღევანდელ ჩვენს თემას, კარასინის შეურაცხმყოფელ და მუქარიცავსე განცხადებას. და მინდა დაუბრუნდე იმას, რაც მე ჟურნალი ტაბულას ფურცლებზე დავწერე რამდენიმე წლის წინ, 2 წლის წინ. ამ სტატიას ქვია პრაგმატიზმის ილუზია. და სამწუხაროდ მეოთხე წელსაც ამ ხელისუფლების ამ ილუზიიდან ჩვენი ხელისუფლება ვერ გამოდის. მესამე პრემიერ-მინისტრი ყავს, მე რამდენი საგარეო მინისტრი მესამე ასევე მეოთხე ხო ნუ 3 წელიწადში მეოთხე საგარეო საქმე მაგრამ ერთი ვერ ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული რაიმე სტრატეგია და რაც უფრო საშიშია უკეთეს შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს ილუზიაში ყოფნას ილუზიაში იმისა რომ რუსეთთან დათმობებით მან შეიძლება რაიმე მიიღოს სანაცვლოდ და ნელ-ნელა მე მიმყარდება შტაბეჭდილება რომ ეს ილუზიაც არ არის, ეს არის პრაგმატიზმის სიმულაცია სინამდვილეში, იმიტომ რომ შედეგი იმისა თუ რანაირ რეაქციას ვიღებთ რუსეთის მხრიდან არის ყველაზე თვალანათლივ წარმოჩენილი აი ბატონ კარასინის განცხადებებში. ყოველ ჯერზე ბატონ აბაშიძესთან მის შეხვედრებს წინ უძღვის ახალი აგრესიული ქმედებები ჩვენს მიწაზე, გატაცებები, ახლა გზის გაყვანები, საზღვრის გადმოწევები და იმის თქმა მინდა ზუსტად რომ თუ კი რაიმე შეიძლებოდა გვესწავლა ჩვენი ბოლო 25 წლის ისტორიის განმავლობაში არის ის რომ რუსეთთან ნებისმიერი დათმობა იწვევს მხოლოდ უფრო აგრესიულ განწყობას, უფრო მეტის მოლოდინს რუსეთის მხრიდან და არც ერთი მათ შორის შედარებით პრორუსულად განწყობილი ხელისუფლება აქედან მოგებული არ დარჩენილა. ანუ ოკუპაციის კანონში ლიბერალიზაციასაც განიხილავთ მსგავს დათმობას. ოკუპაციის კანონი რეალურად თავის აზრს კარგავს თუ უქმდება ან სუბუქდება სასჯელი საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის
სათვის ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე. აი მაგალითად, საქართველოს, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, საქართველოს, თურქეთის საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთვისათვის ნებისმიერი მოქალაქე დაისჯება ერთი რაღაც კანონით, სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით, ხოლო თურმე თუ საქართველოს, რუსეთის საზღვარს გადმოკვეთავთ სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ ოლქში ან აფხაზეთის მონაკვეთზე, მაშინ სხვა რაღაცა კანონით. ანუ ჩვენ რეალურად ჩვენი სუვერენიტეტის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ვთმობთ. ჩვენ ეს რეალურად ჩვენ ამით ვაღიარებთ de facto რაღაცა დოზით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს იურისდიქციის გარეთ ყოფნას. კი ბატონო, უკაცრავად სტუდიაში დაუბრუნდებით ჩვენ მალე, მანამდე კი გიგა ბოკერია ჩაგვერთვება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მდივანი. ბატონო გიგა, მოგესალმებით, გამარჯობა. საღამოშიდობისა, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენ მაყურებელს და თქვენ სტუმრებს. მადლობა მობრძანებისთვის. თქვენთანაც იმავე კითხვით გადმოვალ, რაზეც ახლა სტუდიაში ვსაუბრობდით, ოკუპაციის კანონში შერბილება, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გადაკეთება სისხლის სამართლის დანაშაულის, რაც შეეხება საზღვრის გადმოკვეთას. თქვენ როგორ ფიქრობთ და თქვენი პარტიის პოზიცია როგორია? ხელისუფლების არგუმენტი ის არის, წეგანაც ვისაუბრეთ ამაზე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია უნდა ჩატარდეს და პრობლემები შეექმნება კონკრეტულ დელეგაციას, რუსეთის დელეგაციას გულისხმობს. ჩვენი პარტიის პოზიციაც ცნობილი არის მკვეთრად უარყოფითი. მე უსმენდი თქვენს ერთ-ერთ სტუმარს, ბატონ ბადრიძეს და საკმაოდ ამომწურავად ითქვა აქ ყველაფერი იქამდე ბატონ ჯაფარიძის მხრიდანაც. მოკლედ გავიმეორებ მაინც რომ დააფიქსირო პოზიცია. აქ რაღაცა იდეოლოგიზირებულ რაღაც უარყოფას კი არა აქვს ამ სიტყვის ვიწრო გაგებით, რომ იცით რა უბრალოდ დაფიცებული გვაქვს, რომ ცუდია რუსეთი და ამიტომ არაფერი არ უნდა გავუკეთოთ. როცა საუბარია პრინციპის საკითხებზე, რომ საკუთარი სუვერენიტეტი უნდა დაიცვა, იგულისხმება, რომ ამას მოყვება სუფთა პრაგმატული შედეგები ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ხო? და ეს უნდა გავთვალოთ. ჯერჯერობით ჩვენ ნახეთ ზოგადად აი ამ ცდილობისგან, რომელსაც დაერქვა რაღაც ცდილობა ურთიერთობის დაალაგების, ხო? შედეგები გვაქვს უარყოფითი, ხო? დაწყებული თვითონ აი ფორმატი ეგრეთ წოდებული უკვე ყბადაღებული კარასინაბაშეთის რა შედეგებიც მოგვიტანა, მაგრამ ამ ფორმატმა და ამ ვითომ პრაგმატულმა პოლიტიკამ სიმულაციამ, როგორც აკითხვა, მოგვიტანა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის საზიანო შედეგები. ჩვენ გვახსოვს, რომ იყო ძალიან ხმამაღალი დაპირება, რომ უპრობლემოდ დაალაგებდნენ რუსეთთან ურთიერთობას და ჩვენი ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ გაწყდებოდა ფუნდამენტური საკითხები. პირდაპირ მითითებები იყო, რომ მშვიდობიანად საერთოდ დაგვიბრუნებენ ყველაფერს და ყველაფერი კარგად იქნება. უფრო მეტიც დაპირება კი არა, ითქვა და დღესაც გვესმის ხოლმე ამა თუ იმ ფორმატის, რომ ეს დაპირება შესრულდა. ხო? ანუ იდეო ცდილობენ ჩვენი საზოგადოების მოტყუებას, რომ დაალაგა ბიზნესამ ურთიერთობები რუსეთთან. მაშინ როცა შედეგები არის ის, რაც აქ იქნა მოკლედ აღწერილი, ხო, საოკუპაციო ხაზის მუდმივი გადმოწევა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და უფლებების და საკუთრების შელახვის. უშუალოდ ამ ფორმატს რაც შეეხება ბატონ გიგარის გაუქმებასაც თქვენ ითხოვთ, ოპონენტები გეტყოდნენ, რომ აქვს რაღაც კონკრეტული შედეგები, იგივე როგორც არის აი ეკონომიკური კუთხით, თქვათ ბაზრის გახსნა და საუბარი იყო აქ სამხრივი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზეც რუსეთის მხრიდან, რაც არ შედგა, თუმცა ნუ თითქოს და მუშაობდნენ აი ამ ფორმატის ხარჯზე. რა თქმა უნდა, ხსმენი ეს არგუმენტები მე აქვე კიდევ დავაზუსტებ, როცა ეს პროცესი დაიწყო, ჩვენ წარმატებაც უსურვებთ ბატონ აბაშიძეს და ახალ ხელისუფლებას, რომელსაც ახალი მიღებული ქონდა მანდატი, წარმატება უსურვებთ მიუხედავად ჩვენი ძალიან ღრმა რეზერვაციებისა ამ ტაქტიკის წარმატებულობის პროგნოზების თვალსაზრისით, მაგრამ ნუ თავისთავად ყველანაირი მცდელობას უნდა გქონდეს შეიძლება ადგილი საღიაზრის პარაგრაფში, ხო, დიალოგი მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან საჭიროა ხშირად და ამაში არაფერი ანორმალური არ არის, მაგრამ ჩვენ ნახეთ როგორ წარიმართა ეს პროცესი და რა შედეგები დადგა. თქვენ ახსენეთ შედეგი ბაზრის გახსნის. ეს არის უბრალოდ სიცრუე მათი მხრიდან, იმიტომ რომ ბაზრის გახსნას ჰქონდა ორი მიზეზი. ერთი იყო პოტენციური შედეგები, თუნდაც საშუალოვადიან მომავალში სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ რუსეთისთვის, იმიტომ რომ ეს იქნებოდა გამოყენებული ჩვენი მხრიდან მასზე შეტევისთვის და გარკვეული საერთაშორისო დისკომფორტი იქნებოდა და რუსეთი როგორი უტიფარიც არ უნდა იყოს საერთაშორისო ასპარეზზე, ჩრდილოეთ კორეა არ არის, საბჭოთა კავშირიც კი უწევდა ანგარიშს, იძულებული იყო საერთაშორისო პოზიციონერების თვალსაზრისით და აქ ელოდათ მათ დისკომფორტი, ჩვენ ეს ნათქვამი ჰქონდა და მეორე ამ ინსტრუმენტმა ერთხელ გაისროლეს უკვე, ხო, როცა ბაზარი ჩაგვიკეტეს და ამ წნეხით სცადეს ჩვენი ქვეყნის არჩევანის შეცვლა, საგარეო პოლიტიკური და საერთოდ ჩვენი ქვეყნის მოსპობა, შეიძლება პირდაპირ ითქვას, ხო, სამხედრო აგრესიამდე იყო ეს აგრესია. ამან არ იმუშავა
საქართველო გახდა უფრო თავისუფალი და უფრო დამოუკიდებელი რუსეთისგან, როდესაც ექსპორტის დივერსიფიკაცია მოახდინა, ენერგოდივერსიფიკაცია მოახდინა და ამ ბაზრის გახსნა ჩემი აზრით იყო მცდელობა რუსეთის მხრიდან, რომ ხელახლა დამოუკიდებული გამხდარიყავით მათზე, თუნდაც ისეთი ემოციურად და ქართული ტრადიციისთვის მნიშვნელოვან ექსპორტში როგორც არის ღვინო, ხო, რომელიც თქვათ ციფრობრივად, რიცხობრივად არ წარმოადგენს დიდ ნაწილს ექსპორტის. ნაწილობრივ ეს მათ მოახერხეს კიდევაც, ანუ ეს ამბავი იქნა გამოყენებული ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ ფსიქოლოგიური ომში, მაშინ როცა ეკონომიკური რაიმე ხელშესახები პროგრესი მაშინაც კი არ მოგვიტანა, როდესაც რუსეთის ბაზარი არ იყო ჩამოქცევის პირას, ანუ აი იმ წელსაც, როდესაც გაიზარდა ღვინის ექსპორტი, კი ვეღაცები შემოყალიბებულიყვნენ, მაგრამ საერთო ჯამში ეკონომიკა შენელდა და ქვეყანა დაიძრა უფსკრულისკენ ეკონომიკურად, ხო, სხვა მიზეზების გამო, მათ შორის მთავრობის პოლიტიკის გამო. და ეხლა საერთოდ რუსეთის ბაზარი მუდმივი რღვევის პროცესშია და დაზიანდა ის ხალხი, რომელიც მთავრობა მოატყუა ამ თავისი პროპაგანდით რუსული ბაზრის თაობაზე და მათ ჩადეს საკუთარი მომავალი ინვესტიციები, კერძოდ ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით და არა მარტო რუსეთში, ხო? და ეხლა არიან მძიმე მდგომარეობაში ძალიან. ანუ ამ მთავრობამ იმ ფსიქოლოგიურ ომში და ეკონომიკურ ომში, რომელიც გვაქვს ჩვენ რუსეთთან, ჩვენი ქვეყნის შესანარჩუნებლად ძალიან ბევრი რბილად ვთქვათ შეცდომა დაუშვა, ხო? თვითონ ჩადეს ინვესტიცია და უმტკიცებდნენ ხალხს, როგორც საკუთარ დიდ წარმატებას ურთიერთობა დაალაგეს, რომ ეკონომიკური გახსნა ბაზრისა რუსეთს ეს არის პანაცეა, ანუ ვიძახდნენ, რომ აი ამ მითს, რომელსაც რუსეთი თვითონ ქმნის, რომელიც არის სრული სიცრუე, არა ჩემი რაღაცა ემოციური შეხვედრების გამო, ამ პრაქტიკულად არის სიცრუე, რომ რუსეთის ბაზარია ხსნა ჩვენთვის, ამას თვითონ აღვივებდნენ. სხვა შორის დღეს იყო კიდევ ერთი პუბლიკაცია, სადაც დღევანდელი სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი საქართველოს იმეორებს ერთ-ერთზე რუსული პროპაგანდის კი, მან თქვა, რომ ჩვენს ისტორიულ ადგილზე დაუბრუნდეთ. მისთვის ისტორიული ადგილი ეს არის, რომ ევროკავშირში რთულია რუსეთის ბაზარი გვიშველის და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, აქ არ არის საუბარი რაღაც მხოლოდ მორალურ და პრინციპულ საკითხებს, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია, ხო, როცა მტერზე და ოკუპანტზეა საუბარი, მაგრამ ლაპარაკია უბრალოდ ეს ფაქტობრივი სიცრუეა, რუსეთის ბაზარი არის უაღრესად არა მარტო პოლიტიკურად არასტაბილური, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება ჩაგიკეტონ, რაც ჩვენ გვახსოვს, ხო, როგორ იყენებდნენ. ამას გარდა უბრალოდ ირღვევა, ხო, მცირდება და უმძიმესი მდგომარეობა და არ ჩაუკეტიათ პოლიტიკური მოტივებით ბაზარი, მაგრამ ძალიან მძიმე დღეს ჩავარდა ისინი, ვინც ფსონი დადო ამაზე აი ბოლო 2 წლის განმავლობაში მთავრობის დაჟინებული პროპაგანდის ფონზე. ეს არის პრობლემა, როცა ასეთი პროპაგანდისთვის არის გამოყენებული ეს ფორმატი, მე დაუბრუნდები ახლა ოკუპაციის კანონს, ბოდიში ძალიან გამექცა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება. ეხლა რაც შეეხება ისევ ამ გადადგილებას, აქაც უნდა მივიღოთ მოკლედ. დიახ, ანუ აქაც რაზეა საუბარი? ეუთოს ღონისძიების შეტყობა საქართველოში არის კარგი, მაგრამ ჩვენ თუ მივაჩვევთ ყველას, მათ შორის ჩვენ მოკავშირეებსაც, რომ თუნდაც მეტნაკლებად ჩვენთვის სასარგებლო ღონისძიების გამო ვთმობთ ჩვენს პრაგმატულ და პრინციპულ ინტერესებს ადვილად, ეს წინ დაგხვდება ყველა მომავალი დისკუსიისას, როცა ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ. მცირე საშუალო თუ მნიშვნელოვან საკითხში. პლუს ამ ოკუპაციის კანონს გარდა პრინციპული მნიშვნელობისა, აქ პრაგმატული მნიშვნელობა ჩვენ გვჭირდება, რომ ხალხმა იაროს საქართველოში ტურისტებმა, მათ შორის რუსეთიდან, ან ყოფილი ან ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეხლა იქ სხვა პრობლემებია და ბევრი ტურისტი ისაც ვერ ივლის, უმძიმეს მდგომარეობა, მაგრამ რაც ნაკლები ივლის დღეს იქ და მეტი აქ, არის ჩვენთვის პრაგმატულად ეს ეხლა ცოტა ესე გამომდის ძალიან უხეშად, მაგრამ ეს ასეა. და რა შეგვჭირდება? აქ ასეთი სამარცხვინო დათმობა. მხოლოდ იგივე სრუ ინვესტიციას ჩვენი ქვეყნისთვის მავნებულ ინვესტიციას აკადგილი ბიზნეს ინვესტორის გუნდის მხრიდან, რომელთაც ჩვენს მდგომარეობას ასუსტებენ საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით და ბოლოს ყველა აი ამ ფონზე ამ საუბარს ამ შეურაცხყოფელი მუქარანარევი განცხადების ფონზე კარასინის, როდესაც გვესმის საპასუხოდ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, მათ შორის იმათი, ვინც ითვლება პროდასალურ ნაწილად კოალიციაში და სხვებისაც, რომ ერთ-ერთზე ასე გაავს ეს განცხადებები ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებული პრორუსული ძალების განცხადებებს და ამ შემდეგ და ამას ყარად უნდა დაუდგეთ და ჩდება, კი ჩდება, კიდევ ერთხელ უნდა ვსვათ მარტივი კითხვა. კი, მაგრამ ამ ფონზე, ამ პრორუსულ ძალებს გადასახადის გადამხდელების ფულს, ხალხის ფულს რატო აძლევენ? რატო აძლევენ? ჩვენ ხო დადგინდა დოკუმენტურად, რაც ისე ჩვენ საუბრობთ მედიისთვის, პროფესიული მედიისთვის, საბიუჯეტო თანხების გადარიცხვა. დიახ, რეკლამის საფარქვეში. კი ბატონო,
და ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს ახალი პრემიერ-მინისტრი დაგვკვირდა რომ შევისწავლე ამ საკითხს. საერთოდ აღარც გაუხილია, გრძელდება ეს პროცესი და არის ეჭვი, რომ იქ სადაც ინფორმაციას არ ხსნიან, ანუ ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო საწარმოებში, იქ კიდევ უფრო მეტი თანხები მიდის აქეთ. ანუ ეს ხალხი საკუთარი ნარატივით, ვითომ პრაგმატული პოლიტიკით და პირდაპირ ჩვენი საკუთარი ხალხის ფულით, მაშინ როცა ასე უჭირს ადამიანებს და ეკონომიკურად უმძიმეს მდგომარეობა და პენსიებს ვერ ზდიან და შემდეგ აძლევენ ფულს იმ ძალებს, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის შიგნით და გვასუსტებენ ჩვენ, პრაგმატულად გვასუსტებენ ჩვენ. ამაშია პრობლემა. კი ბატონ გიგაი, თუ თქვენ ამბობთ, რომ ასე ვთქვათ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, აი თავად რუსეთისგან რატო წამოვიდა ახლა განსხვავებული ტიპის მესიჯები, იგივე თუნდაც კარასინის პირიდან მოვისმინეთ, რომ რუსეთის მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ნუ უკმაყოფილონი არიან თვითონ ხელისუფლების შიგნით ანტირუსული პროპაგანდით, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში. და რამდენად მოსალოდნელია, რომ აი წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო დამძიმდეს, ვთქვათ, რუსული გავლენა საქართველოში ზეწოლა, ასე ვთქვათ. იგივე თუნდაც აი ეს გზის გაყვანა, რომ გავიხსენოთ ბოლო პერიოდში. დიახ, ჯერ ერთი ვერ ვიტყოდი, რომ არსებითად განსხვავებულია ამ ტიპის განცხადებები რუსეთის მხრიდან მუდმივად ხდებოდა. რომ მივესალმებით, მაგრამ ჩვენ შეშფოთებული ვართ ცალკეული ტენდენციებით, ანუ არასაკმარისი იყო ის დათმობები, რაც ადგილი ქონდათ. რუსეთი, კრემლი, სანამ ის ასეთია, როგორც არის, მუდმივად ასე იქცევა. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ პრორუსული, ღიად პრორუსული მთავრობები იმ სივრცეში, სადაც ჩვენ ვართ რეგიონში, იანუკოვიჩის უკრაინა, მოლდოვეთის კომუნისტური ხელისუფლების ის პერიოდი, როცა ისინი ცდილობდნენ ესე გაეგორებინათ რუსეთისთვის, რუსეთი კი არ ჩერდება, მეც და მეც სიტყვის. და მათ შორის ძევალი ხდება პოლიტიკური ხელისუფლება საკუთარი ინვესტიციის, იმიტომ რომ რახან ის დაპირ დაუმშრალს ურთიერთობებს დაალაგებს და მე რიძახტა რომ დავალაგე კიდევაც ეს ურთიერთობები და ამ ტონში იყო კარასინის განცხადება მათთვის პრობლემაა, იმიტომ რომ გამოდის რომ ესე იგი ვერ შეძლეს და ეხლა უნდა რაღაცნაირად კიდე გაუგორონ და აი პირველი შედეგი არის ეგრევე ზაქარიაშვილის ეს საუკეთესო სპიკერი ყავთ ასეთი რაღაცეებისთვის, ეს კაცი ყოველდღე რეკორდებს ხსნის ოცნების მთავრობაშიც კი პოლიტიკური სისულელის, რომ აი ეხლა უნდა გაუკეთოთ ყველაფერი. ანუ აბსოლუტურად ლოგიკურია ჩვენი მტრული სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან ის საქციელი, რასაც ჩვენ ხედავთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გვახსოვდეს, რომ ის მთავრობები ჩვენი მეზობელი ქვეყნების, რომლებიც ეცადნენ ასეთ კურსს, პრაგმატულად უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნენ და საკუთარი ქვეყნები ძალიან დააზარალეს, როგორც იანუკოვიჩმა მაგალითად უკრაინა. კი ბატონ გიგაი, რუსულ გავლენაზე რადგან საუბრობთ, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია და პოლიტიკური ჯგუფები გულისხმობ თავისუფალ დემოკრატებს და გირს, რუსულ კვალს ხედავენ ისინი იგივე აი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნებაში ბოლო პერიოდში. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა ვეძებოთ თუ არა ამის სათავეც რუსეთში? იცით რა, რა თქმა უნდა შესაძლოა რუსეთი სპეცსამსახურები ამაში მონაწილეობდნენ, მაგრამ და ზოგადად რუსეთს ამ პოლიტიკური კულტურის დანერგვა, ეს განვითარება საქართველოში, ისევე როგორც პოლიტიკური დევნა, ეს ეკონომიკა, ეს ყველაფერი აწყობს, იმიტომ რომ ეს ასუსტებს საქართველოს, ჩვენს დემოკრატიას და ჩვენს სუვერენიტეტს. ეს ასეა. შესაძლოა სპეციფიურად ჩარევასაც ქონდეს ადგილი, ამასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა უფრო მეტი ეჭვი შეიძლება ქონდეს საღი აზრიდან გამომდინარე, რომ ამ ყველაფერს რუსეთი აკეთებს ჩვენივე ხელისუფლებაში არსებული პირების მეშვეობით, ხო? და ამიტომ მე ძალიან გამიკვირდა იმ პოლიტიკური თუ თითქმის პოლიტიკური ჯგუფებისგან ესეთი, როგორ გითხრათ, ესეთი ხელისუფლებისთვის კომფორტული ნარატივის წინ წამოწევა, რომ ხელს იშველენ მტრისკენ. ხო? ანუ აქ არანაირი წყალგამყოფი არ არსებობს რუსეთის ინტერესებს შორის და იმას შორის, რაც ივანიშვილი აკეთებს ამ მიმართულებით, ხო? ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ ეს გავიგე, მაგრამ მთავარ აქცენტზეა ლაპარაკი, ხო? გასაგებია, მაგრამ მთავარ აქცენტზეა ლაპარაკი, მე არ გულისხმობ ყველა იმათ, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, ცალკეულ წარმომადგენლებზე ვაკეთებდი აქცენტს, რომელთა განცხადებები ტელევიზიით მოვისმინე, რომ ორივე მხარე, ჯერ ესე ოპოზიციას და ხელისუფლებას ორ მხარეთ განვიხილავენ. ეს ყველაფერი შედის სწორედ იმ პიარის მეთოდია, რომ შეამსუბუქო წნეხი ხელისუფლებაზე, ხო? მეტი არაფერი არ არის სამწუხაროდ, არ ვიცი, შეგნებლად კეთება შეუგნებლად, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. რეალობა არის ის, რომ არათუ ფორმალურად არის ჩვენი ხელისუფლება პასუხისმგებელი, რომ გამოიძიოს, ვინც არ უნდა აკეთებს ამას, სრული სახელმწიფო, როცა მოქმედებს მათ პასუხისმგებლობა, რომ იმოქმედონ, ჩვენ გვაქვს საფუძველი, კიდევ ერთხელ შეთქმულების თეორიებში კი არა, იმ ფაქტებში, რაც ვიცით, საჯაროდ რაც ვიცით, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ არის, დაწყებული იქიდან, რომ ივანიშვილი არის კაცი, ვინც ამაზე საჯაროდ ისაუბრა, იქილიკა, სიამოვნებით ილაპარაკა, იმუქრა, ხო, ამ პირად ცხოვრებაზე, ხო, ეს ჩანაწერი არსებობს, ხო? მთავრობის თომა იყო თუ პრესასთან შეხვედრა. გაგრძელებული იმ შემთხვევებით, როცა მაღალი თანამდებობის პირები იქნენ მხილებული ამ უბინძურეს საქციელში და ამას არ მოყვა თითქმის არაფერი, იმ შემთხვევაშიც კი როცა მტკიცებულები იყო 100%-იანი, ხელი დააფარეს ამ ხალხს და არ გამოიძიეს საქმე. სხვა შემთხვევებში ასეთივე საქციელში ადამიანები დააწინაურეს, აი როგორც დღევანდელი გურიის გუბერნატორი, რომელიც საჯარო ჩვენებებსაც ყოფდა აი ამ
ამ ტიპის საშინელი ვიდეოების ბავშვებისთვის. პირველ შემთხვევაში გულისხმობდი ხვედელიძეს, რომ დავაზუსტო, რომ მაყურებელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელიც ჩაწერილი იქნა, როგორ ემუქრებოდა ხელისუფლების ოპონენტს, რომ პირად ვიდეოს აუტვირთავდა, ხო? შემიძლია გავაგზავნო ეს სია, გვარამიას შემთხვევა, პაპუაშვილის შემთხვევა. კი ბატონო, გასაგებია თქვენი ეჭვები მთლიანად მიდის თავად ხელისუფლების. არა, ეჭვები არ არის, ეს არის ფაქტები, რომელზეც დაყრდნობითაც ვასწავლით, რომ აქ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს არის ივანიშვილის საფირმო ხელწერა, რომ ასე იქცეოდეს და საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც ავრცელებდნენ ამ სიბინძურეს, არიან პირდაპირ აფილირებულები ამ კაცთან, ხო, ბიზნეს პარტნიორები არიან ერთმანეთს. ეხლა აქედან რა უნდა დავასხან, გამოვიდა ვიძახოთ, რომ თქვენ ორივე მხარეს მოუწოდებთ და როდესაც რუსეთი ამას კი, რუსეთი ამით ისარგებლებს, მაგრამ მთავარი ინსტრუმენტი დღეს ჯერჯერობით რუსეთისთვის, გარდა ოკუპაციისა, რომელიც არის ჩვენი ხელისუფლების და ოლიგარქი ივანიშვილის მოქმედებები. და მე არც კი შევალ იმ სპეკულაციაში ხა რამდენი არის შეგნებული მტრობა ქვეყნის თუ ეს ესმით რომ ჩვენი ქვეყანას უნდა უმტროთ ეს არ არის აუცილებელი ასე იყოს ამ ადამიანის წარმოდგენები მისი ღირებულებები ის პრინციპები რის დანერგვასაც ცდილობს თუ კი ამას საერთოდ პრინციპები შეიძლება უწოდოთ ჩვენ ქვეყანაში შედის ჩვენი მტრების ინტერესებში თუ ის ასუსტებს ქართულ სახელმწიფოს ასუსტებს ჩვენს დემოკრატიას ასუსტებს ჩვენს საზოგადოებას ბატონ გიგა და კიდევ ერთი თემა რუსულ საფრთხეზე ვსაუბრობთ ჩვენ და აქ მნიშვნელოვანია უსაფრთხოებას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა რომ სუსი გაუქმდეს და საერთოდ რეფორმინდეს ეს სისტემა იდგას პრემიერმა თქვა რომ ვინც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებზე ცუდს ამბობს დისკრედიტაციას ახდენს ის სახელმწიფოს ურტყამს აი ასეთ სიტუაციაში როდესაც საფრთხე დიდია იგივე გზა გაყავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასე შემდეგ არის თუ არა ამის დრო რომ აი ასეთი რაღაც მასშტაბური რეფორმა მოხდეს. ანუ რა არის? ზუსტად ეხლა არის, ეს დაგვიანებულია ეს რეფორმა. ანუ ჩვენს მიერად, წინა გუნდის მიერად, როგორც გაირკვა, ჩვენი სპეცსამსახურების ეს ნაწილი მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარებისგან განსხვავებით, ისინი ეფექტურად ებრძოდნენ ორგანიზებულ დანაშაულს, მტრულ სპეცსამსახურებს და სხვა ფუნდამენტალისტურ ჯგუფებს, ხო, ან კორუფციას. ამასთან ერთად გაირკვა, რომ კატასტროფული ვითარება იყო კონტროლის თვალსაზრისით და ადგილი ჰქონდა აი ამ ტიპის დანაშაულს, ხო? პირადი ცხოვრების ჩაწერას და ანუ მაშინ უნდა დაწყებულიყო ეს რეფორმა ამას. დიახ, მაგრამ ამის შემდეგ მდგომარეობა კი არ გაუმჯობეს და გაუარეს და ამ სტრუქტურას კერძოდ ყოფილ კუთს და ეხლა სუს ფორმალურადაც კი ჩამოართვეს ფუნქციები ანტიკორუფციული და დაუტოვეს პოლიტიკური პოლიციის ფუნქციები. დეკლარირებულად და ჩვენ ყველამ ვიცით რომ ეს ხალხი მუშაობს არა რაღაც გარე საფრთხის წინააღმდეგ არც ერთი ამის არანაირი არც კი ევალებათ ეს დღეს ფორმალურად. ისინი მუშაობენ პროდასალური ოპოზიციის, ჩვენი საზოგადოების პროდასალური ნაწილის კრიტიკოსების, აი მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, მათი საქმეა შანტაჟი და უკანონო ქმედებები. ეს არის მათი საქმე. და ეხლა ამ სტრუქტურის გაუქმება და მით უმეტეს კრიტიკაც კი რომ თურმე ქვეყნის უსაფრთხოებას ასუსტებს, ეს არის ტიპიური კრემლის ნარატივი, ხო? ეს ტექსტი ჩვენ გვესმის მოსკოვში, ეს არის საბჭოთა ტექსტი, რომ ვინც აკრიტიკებს ქვეყნის იმას, ესე იგი მტრის ცისკულზეც ხავს. ეს ნარატივი საქართველოში არსებობდა 90-იან წლებში, ასლანაბაშიც იყო ამის მემბარი, ახლა შევარანის გარშემო იყო ბევრი ხალხი, ვინც ასე საუბრობდა. შემდეგ ვარდების რევოლუციის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო სექტორი ძალიან კრიტიკული იყო წინა ხელისუფლების მიმართ და უამრავ უთანხმოებას ხონა ადგილი და ეხაც შემიძლია იგივე პოზიციები დავაფიქსირო რაღაც საკითხებზე ეს ნარატივი გაქრა ისე როგორც დასავლურ ქვეყანაში შეიძლება ხელისუფლება თვლიდეს რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ან ოპოზიცია იმის გამო რომ მას აკრიტიკებს არის ქვეყნის ძირ გაუმთხრელი და ასეთ ტექსტს თქვენ ვერ მოისმენდით პროდასალური ოპოზიციის შესახებ ან არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ პრემიერი შეიცვალა და დიდწილად აი ეგეთი მიზეზების გამო არა ნამშრომლობა ხა იგივე თქვა ხო ბატონო კვირიკაშვილი გასაგებია რომ ეს მისი ლექსიკა უფრო ცივილიზებული არის მაგრამ ეს რა ცვლის არს გარდა იმისა რომ ყველა ვიცით რომ არც ერთი მართავდა ქვეყანას არც მეორე ის იყო ივანიშვილი რომლის ღერძის შეხედულების ეს არის რომ ესენი ყველანი არიან მტრები ან ესე თვლის საჭიროდ საუბარს იმიტომ რომ თვითონაც არის პროდუქტი 90-იან წლების რუსეთის და ჩვენ ცდილობს რომ ჩვენი საზოგადოება დააშინოს და გატეხოს ამ მეთოდებით ამ სიბინძურით მათ შორის რადგან საჯაროდ საუბრობთ მთავრობის ხდომაზე თუმცა ეხა აქ რაც პოლიტიკური გამოსვლების ადგილი არ არის მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა რომ ეს ცდილობა დამთავრდება კრახით ძვირი დაუჯდება ჩვენ საზოგადოებას უკვე ძალიან ძვირი დაუჯდა ივანიშვილის გუნდი ჩვენ ქვეყანას მაგრამ ოქტომბერში ეს ყველაფერი დამთავრდება არჩევნების გზით და ამის შემდეგ ჩვენ უნდა ჩავატაროთ სრულფასოვანი რეფორმა სადაც არა მარტო ფორმალურად დავაკისრებთ ამ ორგანოების ლეგიტიმურ ფუნქციებს ანუ კონდაზვერვას რითაც ისინი დაუპირისპირდებიან მტრული სახელმწიფოების ან ნახევრადმტრული ან თუნდაც არამტრული სახელმწიფოების სადაზვერვო მცდელობას ჩვენ ქვეყნის შიგნით მათ ექნებათ ასევე ფუნქცია ორგანიზება ძალადობრივი ექსტრემისტთან ბრძოლის და ტერორისტთან ბრძოლის სხვა ფუნქციები მათ არ უნდა კონდეთ და უნდა არსებობდეს
ბევრად უფრო ჩაშლილი, ანუ დეპარტამენტების უფროსის დონეზე საპარლამენტო კონტროლი დაწყებული მათი დებულების დამტკიცებით, დამთავრებული პარლამენტთან პირდაპირი ანგარიშვალდებულებით და სხვა მთელი ზომბი არა, რომელზეც არ მოყვები, აქ მოსმენების კანონზეა საუბარი, დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოზე, რომელიც ამ ტიპის დანაშაულების გამოიძიებს და სხვა შორის შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ ის რასაც ამ რეფორმა დაარქვეს, რომ პრემიერ-მინისტრიდან გაიყვანეს თითქოს სამსახური და ისაც ვიცით, რომ ბიზნეს ეკონტროლება, ეს არის კონტრრეფორმა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ არსებობდეს ეს სამსახური ჩვენი აზრით უნდა იყოს პრემიერ-მინისტრის ქვეშ და პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყოს უნდა ანგარიშვალდებული ჩაშლილად და ბევრად უფრო მყარად პარლამენტის წინაშე. კი ბატონო და ბოლოს ბატონო გიგა წაგან თქვენ რუსული ნარატივიც ახსენეთ და ერთ რუსულ ნარატივში უკვე შესულები ვართ ახლა და ხშირად აი იმის მაგივრად რომ რაღაც რეალურ პრობლემებზე ვსაუბრობდით როგორც არის თქვა ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა, პოლიტიკური აქტორების და მედიაც ხშირად გადადის აი სწორედ რუსულ ნარატივში არსებულ თემებზე გულისხმობს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ინიცირებულია ქორწინებასთან დაკავშირებით. მაინტერესებს როგორ აპირებს თქვენი პარტია წინ აღუდგეს აი ამ რუსულ მოედანზე გადასვლას ასე ვთქვათ და თქვენი პარტიის პოზიცია როგორია, იმიტომ რომ პარტიის პოზიცია როგორც ასეთი არ დაფიქსირებულა აქამდე ზოგი სხვას ამბობს, ზოგი სხვას მიშამაჭავარიან, მე სხვა რამ თქვა და გივით არ გამაძამ სხვა რამ. დიახ, ეს ზუსტად ასეა, ეს რა თქმა უნდა არის რუსული ნარატივი, თითქოს თავისუფალი სამყარო დასავლეთი რაც გვიტევს ტრადიციულ ინსტიტუტებს ოჯახს ებრძვის და გთხოვენ ჩვენ შეცვლას ქორწინების რეგულაციების და ამიტომ დავიცვათ თავი, ეს არის რა თქმა უნდა პირველ რიგში სრული სიცრუე, ეს ასე არ არის. ოჯახური თუნდაც ძალიან კონსერვატული ტრადიციები სწორედ რომ თავისუფალ სამყაროშია დაცული და რუსეთი არის მაგალითის ამ თვალსაზრისით უმძიმეს მდგომარეობის, ანუ მე არ გულისხმობ რაღაცა აღურახსენოთ მე გულისხმობ უმძიმეს მდგომარეობას დანაშაულის თვალსაზრისით დაწყებული საბავშვო პორნოგრაფიით, ანუ ყველა მიმართულებით რუსეთში მართლა ჯოჯოხეთი ხდება და ეს პარადოქსია, რომ მათი პროპაგანდის ნაწილია, რომ თავისუფალი სამყაროსაც ბევრად უფრო დაცული არის ადამიანების ღირსება და ბევრად დაცულია თუნდაც ტრადიციული ღირებულებები, მათთვის ვიც ამ ღირებულებების ერთგულია არის მცდელობა დემონიზების. ეს არის სრული სიცრუე. ევროპულ ქვეყნებში ბევრგან ეს საკითხი არის ისევე რეგულირებული, როგორც საქართველოში და ეს საკითხი საერთოდ არ დგას. ჩვენთან სამოქალაქო კოდექსით ეს საკითხი არის განსაზღვრული, ქორწინება რა არის და არავინ არ ახდენს ზეწოლას საქართველოს შეცვალოს, ეს არის უბრალოდ მოგონილი სიცრუე, სწორედ ამ თვალსაზრისით. გასაგებია, მაგრამ რაღაც ხელშესახები ფორმა მიიღო ხომ? ანუ მას შემდეგ რაც მეორე მხრივ ჩვენ ყავს თავრობა, რომელიც ცდილობს ამ თემებზე, როცა ოპოზიციაში იყვნენ, მაშინაც ამას ცდილობდნენ. ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, მაშინაც აგრძელებენ ამ რუსული თამაშის თამაშს, მათი აზრით საკუთარი ინტერესების, რომ გადაფარონ ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში არის, ეკონომიკის თვალსაზრისით პირველ რიგში, და აი ამ ნარატივში შევიდნენ, რომელიც რუსეთის აწყობს მოგონილი პრობლემით, რაღაცა პატრიოტიზმი დაუმტკიცონ ქვეყანას და ტრადიციული ღირებულებების ერთგულება. ეს არის სიბრიყვე და ეს არის უპასუხისმგებლობა და ეს არის პოლიტიკური სიბინძურე, რასაც აკეთებს ეს ხელისუფლება დიდი ხანია. ეხლა ახალმა პრემიერ-მინისტრმაც ეს გადაიბარა ეს კელაპტარი წინა პრემიერ-მინისტრის, რომელიც ამაზე საუბრობდა ხოლმე და ეხლა ამ ინიციატივით შემოვიდა. რაც შეეხება ჩვენი პარტიის პოზიციას, ჩვენ პარტიაში არის აბსოლუტური კონსენსუსი იმაზე, რაც მე უკვე გითხარით, რომ ეს არის რუსული თამაში, რომ ეს მოგონილი საკითხია, იმიტომ რომ ეს საკითხი გარკვეულია ჩვენ კანონმდებლობაში ქორწინების და არ დგას არსაიდაც საკითხი ამის შეცვლის და კონსენსუსია იმაზეც, რომ რატო აკეთებს ამას თავრობა გადასაფარად საკუთარი მავნებლური პოლიტიკის შედეგებისა ეკონომიკაში და ყველგან და ოპონენტების დემონიზებისთვის, სამოქალაქო საზოგადოება იქნება ეს თუ პოლიტიკური ოპოზიცია, არის ასთა სხვადასხვაობა იმაზე, როგორ უნდა მოიქცეს დეპუტატი ამ ვითარებაში, ანუ რა უფრო წაადგება იმას, რომ გაუნეიტრალოთ ეს ცდილობა ჩვენ მთავრობას და პრორუსულ ძალებს. უნდა ბოლო-ბოლო თუ დადგება ეს საკითხი მის ხმა თუ არა. ჩემი პოზიცია პირადად ძალიან კაფეოა, რომ ამ თამაშის საერთოდ შესვლა არ ღირს, იმიტომ რომ ეს თლიანად რუსული თამაშია, რომელიც მხოლოდ დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და არის აგებული სიცრუეზე, ანუ პარტიის დეპუტატთა ნაწილი ეთანხმება იგივე თქვა ირაკლი ალასანიას, რომელიც ამბობს, რომ ასე გაანეიტრალებს. არა, ირაკლი ალასანია როგორც ამბობს, ამას არ მგონია, რომ ვინმე ჩვენგან ეთანხმებოდეს, რომ კარგია, რომ ეს მოხდება, რომ გაანეიტრალებს. არა, ის რომ ამ თამაში შეგვიყვანა მთავრობამ, ეს უკვე ცუდია და პირიქით, ჩემი აზრით, ამ თამაშის შეყოლა კიდევ უფრო გააძლიერა ეს პრორუსული ძალების რაღაცა მოგონილ
ბინძურ ნარატივს იტყვიან რომ აი ესე იგი რახან ამას უჭერთ ესე იგი დაცვა გჭირდება თავის დასავლეთისგან მე ასე მგონი აქ ლაპარაკია იმაზე რომ ზოგიერთ დეპუტატს შეიძლება ეგონოს რომ შეძლებენ საზოგადოების უფრო ადვილად შესწრებან შეყვანას ხელისუფლების წარმომადგენლები იმ შემთხვევაში თუ ხმას არ მიწერენ მე ამ პოზიციას პირადად არ ვიზიარებ და ვთვლი რომ საერთოდ არ არის მიზანშეწონილი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და ჩვენი პოლიტიკური პრინციპებისთვის ჩვენი პოლიტიკური ძალის ამ თამაშში შესვლა კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიგა და გამშვიდობებით თქვენ და დავბრუნდები სტუდიაში სტუმრებთან ბატონო გიგა განვაგრძოთ საუბარი რაზეც საუბრობდით დავბრუნდეთ ისევ აბაშიძე კარასინს და ზოგადად ამ ფორმატს ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვს მის გაუქმებას თქვენ როგორ ფიქრობთ თავიდანვე მაინც ქონდა რაიმეს რესურსი რომელიც ამოწურა ან ეხლა შეიძლება დარჩენილი ქონდეს რაიმე იცით რა ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია მათ შორის დიპლომატთა კლუბის წევრები ვინც ვართ ანუ ის ადამიანები ვისაც რაღაც პერიოდი უმუშავია დიპლომატიაში ჩვენ არ ვიქნებით ის ხალხი ვინც იტყვის რომ რუსეთთან დიალოგი არ უნდა გქონდეს ყველაზე ტრულად განწყობილ სახელმწიფოსთანაც კი ომში მყოფ სახელმწიფოსთანაც კი დიალოგი აუცილებელია ის სადაც ჩვენ ყოველთვის გქონდა ეჭვი და ეს ეჭვები სამწუხაროდ მართლდება გახლავთ ის რომ ჩვენთვის თავიდანვე გაურკვეველი იყო რა მანდატით ხდებოდა ამ მოლაპარაკებების წარმართვა ჩვენთვის რაზე საუბრობენ ჩვენ ვისმენდით ერთს და შემდეგ ვიგებდით სხვა რამეს ხო ჩვენ ვიცოდით რომ საუბარი უნდა ყოფილიყო რაღაც სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე ასევე გაუგებარი იყო რა სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე უნდა ყოფილიყო საუბარი მაგრამ შემდეგ ვიგებდით რომ საუბარი შეეხებოდა სხვა საკითხებსაც რომელიც სავაჭრო და ეკონომიკური საკითხების მიღმა იყო ჩვენთვის გაურკვეველი იყო საერთოდ რა მანდატით აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბატონი ზურაბ აბაშიძე აბსოლუტურად გაურკვეველი იყო ჩვენთვის ასევე რა უფლებამოსილებები ჰქონდა მას ანუ რაზე შეეძლო საუბარი რაზე არ შეეძლო საუბარი აი ეს კარასინი აბაშიძის ფორმატი აი ძალიან გავდა აი დაახლოებით აი ბოლო მოვლენებს რო შევადაროთ აი რა ხდებოდა გაზპრომთან ხო ჩემთვის მაგალითად ბოლომდე გაუგებარი დარჩა რა ხდებოდა საბოლოო ჯამში გაზპრომთან ხო აი კარასინი აბაშიძის მოლაპარაკებები მიმდინარეობს აგერ უკვე 3 წელიწადია ხო თქვენ შეგიძლიათ ან რა ვიცი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თქვას რა ხელშესახები სარგებელი მივიღეთ ჩვენ აი რუსული ბაზარი ისევ გავემეორებ ეს არის რითიც ყველაზე მეტად ამაყობენ აი ამ პოლიტიკის რაც მანამდე ახსენა ბატონმა ვოკერია მაგრამ ამას გარდა ვიტყოდი ანუ მე პირადად გონია რომ იმ ყველაფრის გარდა რაც მან ჩამოთვალა ამის გარდა არსებობს კიდევ იმის საშიშროება რომ ჩვენ გადაგვიყვანონ ისევ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებაში ჩვენთვის ესეც წარმოადგენს სახელმწიფოებრივ საფრთხეს მე არანაირად არ მივესალმებ მაშინ როდესაც გვაქვს უკვე არსებული მოქმედი ხელშეკრულება ევროპის კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რატომ ვაკეთებთ ფოკუსირებას ისევ რუსულ ბაზარზე იმ ბაზარზე რომელიც არის ძალიან არასანდო არ შეიძლება რომ ვენდოთ რუსულ ბაზარს ხო რუსეთი როცა უნდა მაშინ დაკეტავს ამ ბაზარს მეორე ჩვენ ვიცით რა მდგომარეობაშია საერთოდ რუსული ეკონომიკა ყველა ის ადამიანი რომელიც ჩაერთო აი ამ თამაში ხო ყველა ის ბიზნესმენი რომელმაც ღვინო გაყიდა თუ სხვა პროდუქტები გაყიდა რუსეთის ბაზარზე აღმოჩნდა დაზიანებული ნუ შარშანდელი რთველი გვახსოვს კი ბატონო შარშანდელი რთველის გარდა ანუ ჩვენ ვიცით აი ეს რაზეც ანუ უბრალოდ ყურძენი გაყიდა უფრო მეტმა ადამიანს არსებობენ სხვა ადამიანები რომლებიც თქვა სხვა პროდუქტებს ყიდნენ რუსულ ბაზარზე ისინიც დაზიანა ისინი შედარებით მცირე რისხოვანი არიან და მათი ხმა ვთქვათ ისი არის მის როგორც ვთქვათ მეღვინეების და ღვინის წარმოებლების ყველა დაზიანდა ვინც გადაწყვიტა რომ შესულიყო ბრმად ერწმუნა რომ აი რუსული ბაზარი გაიხსნა და ამით შეიძლება რაღაცა სარგებელი ენახათ ანუ რომ მოკლედ რომ დავაზუსტო არც ერთ შემთხვევაში არასდროს წინააღმდეგი არ ყოფილვართ ვინმესთან მოლაპარაკების, მათ შორის რუსეთთან მოლაპარაკების, მაგრამ უნდა გავარკვიოთ რა ფორმატში ვლაპარაკობთ რუსეთთან. რა მანდატია ის მანდატი, რა მანდატითაც საუბრობს აბაშიძე კარასინთან. ყოველთვის ძალიან სახიფათოა რუსეთთან მარტო დაშა. ჩვენ ვიცით ეს, გვაქვს ამის ისტორიული გამოცდილება
არა მარტო უკანასკნელი 25 წლის, არამედ უკანასკნელი 200 წლის. რუსეთთან მარტო დარჩენა არ უნდა არც ერთ სახელმწიფოს, ჩვენზე უფრო დიდ სახელმწიფოებს. არსებობს ჟენევის ფორმატი, რა ფორმატში ჩვენ რუსეთთან ვსაუბრობთ, მათ შორის იმ საკითხებზე, რა საკითხებზეც აღმოჩნდა, რომ საუბრობენ ყარასინი აბაშიძის ფორმატშიც. კი ბატონო, ბატონ გიორგი, არის თუ არა ესეთი პრობლემა გამუჭვირვალეობა? დავამატებ ესეთი ეკონომიკურ საკითხებს ჩვენ თავარ მიღწევათ, რომ მოგვყიდეს ღვინის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე. მე არ ვიცი ჩვენი მაყურებელი ანგარიშს უწევს თუ არა იმ ფაქტს, რომ ჩვენ ყოველი ჩვენთაგანი ფინანსურად მონაწილეობდით ამ ოპერაციაში, ჩვენ რეალურად გადავიხადეთ ფული, აი იმ ფულს გულისხმობ, რომელთაც ჩვენ მთავრობამ შეისყიდა ყურძენი მევენახეებისაგან, ანუ ჩვენ სუბსიდირება გავუკეთეთ იმ ღვინოს, რომელიც მერე მიირთვა რუსმა მომხმარებელმა. ასე რომ ეს რამდენად დიდი მიღწევა იყო, ვერ გეტყვით, ზუსტად ვიცი, რომ შარშან 47%-ით შემცირდა ექსპორტი ამ ბაზარზე. დიახ, თითო რუსული ბაზრის პრობლემებს გამო თავად ფორმატზე. და ფორმატი თავიდანვე ვიყავით ჩვენ წინააღმდეგი კონკრეტულად ამ ფორმატის, არა ზოგადად დიალოგის, სწორად გაუსვა ხაზი ბატონმა გიამ, მაგრამ ის რომ ჩვენ სეპარატულ ორმხრივ, ასე ვთქვათ, ფორმატში გადავიყვანეთ ის მოლაპარაკებები, რომელიც წარმოებდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით, რომელიც წარმოებს პარალელურად. დიახ, რომელიც ამის პარალელურად წარმოებს, დიახ, ჭრდილქვეშ საყენებს, ასე ვთქვათ, აი იმ ჟენევის ფორმატს ერთის მხრივ ასუსტებს, მაგრამ რეალური შედეგი მთავარი, რაც მივიღეთ, არის ის, რომ საერთაშორისო დონეზე ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხი ან თითქმის მთლიანად მოიხსნა, ან ისე შესუსტა, რომ ჩვენი ინტერესები დაზარალებულია. ამის ერთ-ერთი ძალიან მკაფიო გამოხატულება არის დასავლური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ეხება მხოლოდ და მხოლოდ უკრაინაში რუსეთის აგრესიას და არ ახსენებს საერთოდ არანაირი სახით რუსეთის ზუსტად ანალოგიურ ქმედებებს საქართველოში მიმდინარე ოკუპაციას და დე-ფაქტო ანექსიას. ამის შესახებ ხსენება აღარ არის და ამის მიზეზი არის ზოგადად ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა, რომელმაც გამოაცხადა, რომ ჩვენ რუსეთს თვითონ მოველაპარაკებით, ბატონმა ღარიბაშვილმა 2014 წელს განაცხადა ამაყად, რომ ჩვენ ეს პრობლემა უკვე მოვაგვარეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობები მოგვარებულია, მან სრულიად გარკვევით და ვციტირებ, უთხრა BBC ჟურნალისტს, რომ რუსეთი აღარ წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს ინტერესებისთვის და იცით რა, არავინ არ არის, არც ერთი დასავლელი პოლიტიკოსი არ ოცნებობს, როგორ გადაარჩინოს საქართველო. თუ ჩვენ არ ვაყენებთ პრობლემას, თუ ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ მათ ერთით ნაკლები თავის ტკივილი ქონათ, არავინ არ გამოგვეკიდება. საქართველოს ოცნების წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ მოხდენილ საქართველოში რად ვიმეორებთ ამას, მაგრამ თამბეჭ დავიდაპირება ერთადერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც ქართულმა ოცნებამ პირნათლად შეასრულა. საქართველო პრაქტიკულად ამოვარდნილი არის დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული დღის წესრიგიდან. კი ბატონო, დავამატებდი უბრალოდ, ანუ რეალურად თუ თქვათ საქართველო არ იქნება მართლაც დაპირისპირების რაღაც საბაბი, ჩვენ ამასაც მივესალმებთ, უბრალოდ რის საფასურად, რა ფასვიხდით ამაში, ხო? თუ ყველაფერი არის იდეალურად და დალაგებულია, მაშინ ვინ უნდა იყოს იმის მომხრე, რომ საქართველო გახდეს რაღაც დაპირისპირებული? ამაში რას ვიხვა, რის საფასურად? ზუსტად თქვა, რომ ნუ ხარ ახსენებთ, რომ პრობლემაა რუსული ოკუპაცია. ნუ ხარ ახსენებთ, რომ რუსული აგრესია პრობლემაა. იგივე არის, რომ მაგალითად გაუპატიურების მსხვერპლს მოთხოვა, რომ პროტესტი არ გამოაცხადოს. მაშინ გაუპატიურება ტექნიკურად აღარ შედგება. ეს ხდება სულ სხვა, ასე ვთქვათ, თუ ამაზე ვისაუბრებთ, ხო ხარ? თუ საფასური ამ შემთხვევაში ბევრად აღემატება იმას, რა სარგებელიც შეიძლება ჩვენ აქედან მივიღოთ, ხო? ამაზეა ამ შემთხვევაში საუბარი. კი ბატონო, და ბოლო კითხვა მექნება ორივე თქვენგანთან. ვიზების უვიზო რეჟიმის, რომელიც სამხრივად აქვს რუსეთს, აი ამის გაუქმებასთან დაკავშირებით რაღაც მოლოდინი იყო შექმნილი და ნუ ახლა გაირკვა, რომ არა, რა ეფექტი, დადებითი ეფექტი ხო არ შეიძლება კონდეს ამას. მე და ბატონი გიორგი, მე არ მგონია საერთოდ რომ ეს იყოს საერთოდ სერიოზული, ანუ აი ნახეთ ერთი მხრივ
იგივე რუსეთის ფედერაცია ლავროვის პირით ამ შემთხვევაში ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ რაღაცა პანკისთან დაკავშირებით აკეთებდა განცხადებას, სადაც ისევ საქართველოს იყო მოხსენიებული იმ კონტექსტში, რომ ეს რაღაც ტერორიზმის ხელშემწყობი თუ წამახალისებელი სახელმწიფო, ასეთ სახელმწიფოსთან სავიზო რეჟიმს არ ხსნიან, ხო? ანუ ეს ეწინააღმდეგება კარასინის განცხადება, ეწინააღმდეგება ლავროვის განცხადებას. რუსეთის საგარეო პოლიტიკა განსხვავებით საქართველოს საგარეო პოლიტიკისგან თანმიმდევრულია. მას ესეთი რაღაც გადახვევები, ორაზროვნება არ ახასიათებს. სრულიად გარკვეულები არიან იმაში, რა უნდათ. ასეთი განცხადება არის ჩვენთვის შემოგდებული სატყუარა. სავიზო რეჟიმი საქართველოსთან არსებობს 2000 წლიდან. ეს არ არის რაღაც ახალი ამბავი, ხო? არ დაუწესებიათ არც აგვისტოს ომის წინ, ან აგვისტოს ომის შემდეგ. 2000 წელს დააწესეს, ხო? დააწესეს მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში იყო შევარდნაძე. ანუ ამას ჩვენ ვერ დავაბრალებთ, რომ აი ვიღაცა რაღაცა იმის თავისი, თქვათ, უფრო ცუდი რიტორიკის გამო ეს ასე არ ყოფილა. 2000 წელს არის და 2000 წლიდან რუსეთს ჰქონდა უამრავი შანსი, მათ შორის ასეთი შანსები თუ გავიხსენებთ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება პირველი მოსკოვში ჩავიდა და ცდილობდა რომ ეს გართულებული კი ბატონო, ხო? ანუ რუსეთს ჰქონდა უამრავი შესაძლებლობა თუ სავიზო რეჟიმის გაუქმება სურდა, მას ის გააუქმებდა. აი მე არ მგონია რომ საერთოდ ეს დაპირება ყოფილიყო სერიოზული. მე ვფიქრობ რომ ის ისედაც არ აპირებდა რომ სავიზო რეჟიმი საქართველოსთან გაეუქმებინა. ამდენად ეხლა თუ ვთქვათ, ანუ ისევ აი რაღაცა რუსეთის მხრიდან ისევ აი ცინიზმით სავსე იყო მთელი ეს განცხადების გაკეთების ადგილი და განცხადების გაკეთების დრო შანტაჟით ასევე სავსე იყო, ხო? აი ვიზის ნაწილთან დაკავშირებითაც რაზეც ისაუბრა, ხო, კარასინმა, ესეც ერთგვარი შანტაჟია საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და უბრალოდ მე დავამატებდი, აი მეც პირადად ბატონმა გიგამახსენა ორი პოლიტიკური ძალა, ვისაც თქვათ, ვინც ისრები რუსეთზე გადაიტანა, კი მეც პირადად მეც მგონია რომ აი ეს ბოლო პერიოდში რაც ხდება საქართველოში, მათ შორის ეს რაღაცა პირადი ცხოვრების ფარული კადრების ატვირთვა იქნება თუ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა. მე თვითონ პირადად ვიყავი იქ ჩასული და ვნახე ვერ გაიგებთ იქ გზა გაყავთ თუ გზა გაყავთ, ესე იგი მართუხლართები კიდე აქეთ უნდა გადმოწიონ, ხო? ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ვაღწევთ, არ ვიცი, ზაფხულში იქნება თუ დეკემბრის ბოლოს მოახლოებული ვარშავის ნატოს სამიტი, სადაც ასევე ჩვენ რაღაც აქტიურები ვართ და საპარლამენტო არჩევნები. მე მგონია რომ ეს არის ერთი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლი და ეს არის აბსოლუტურად მიზანმიმართული, ორგანიზებული, კარგად მართული შეტევა რუსეთის მხრიდან. კიდევ რა იქნება, ძნელი სათქმელია. აი ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლება გამოიყურება ძალიან უსუსურად. ჩვენ აი ხედავთ აი რაიმე ნიშანს რომ მათ აქვთ რაღაც გეგმა რომ ამ ორგანიზებულ შეტევას ასევე ორგანიზებულად უპასუხონ. მე ამას ვერ ხედავ. ეს არის ძალიან სამწუხარო და ძალიან სახიფათო. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. ამ სავიზო რეჟიმზეც რომ ვისაუბროთ, შიდა ეფექტი თვითონ საქართველოში რა შეიძლება ქონდეს, აი გაძლიერებული რუსული პროპაგანდის ფონზე, თითქოს რაღაც ალტერნატივა იყო იმის, რომ ევროკავშირისგან ველით ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციის. მართალია მე ვეთანხმებ გიას, რომ რუსეთს სრულიად თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს, მაგრამ ეს პოლიტიკა ძალიან ხშირად არის აბსოლუტურად უკუღმართული თვითონ რუსული ეროვნული ინტერესისთვის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ის დაფუძნებულია ელემენტარულად პარანოიაზე და რადგან რუსეთი ყოველთვის გააგრძელებს საქართველოს განხილვას როგორც საფრთხეს, ის ნამდვილად არ მოხსნის და არავის არ აპირებდა ვიზების გაუქმებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით უფრო გონივრული იქნებოდა, მათ ინტერესებში იქნებოდა სავიზო რეჟიმის მოხსნა, თუმცა მე მხოლოდ მადლობელი ვარ, რომ ესე არ მოხდებოდა და მინდა მივმართოთ თქვენი ეთერის მეშვეობით ჩვენ ჟურნალისტებს. თუ შეიძლება, ეკითხებით, გამოდის რომ ეხვეწებით ყოველ ჯერზე ბატონ კარასინს და რუს პოლიტიკოსებს, როდის გაგვიუქმებთ ვიზებს, როდის შეხვდება თქვენი პრეზიდენტი, ჩვენ პრეზიდენტი. ეს არის თავის დამცირება. ეს საერთოდ აბსურდია, რა პრეზიდენტების შეხვედრა. ეს არის თავის დამცირება რეგულარულ ნიადაგზე და თუ შეიძლება ამას ნუღარ აკეთებთ. რისთვის უნდა შეხვდნენ ჩვენი ლიდერები, სანამ რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ შეცვლა არც ერთ იოტით და არანაირი ნიშანწყალი რომ რა
რაიმე სულებას აპირებს არ არსებობს. ვის სჭირდება რუსული ვიზები, სანამ რუსეთი ჩვენთან ურთიერთობის ნორმალიზაციის წინაპირობად აყენებს სუვერენიტეტზე უარის თქმას და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისა, რუსეთის ხელისუფლება ყველანაირ ფორმატს კულტურას, სპორტს და მათ შორის აბაშიძე, კარასინის ვითომ ასეთ ეკონომიკურ და სოციალურ და ჰუმანიტარულ შეხვედრებს ყველაფერს განიხილავს პოლიტიკურ ჭრიში და არ უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, რომ დაგვამციროს, შეურაცხყოფა მოგვაყენოს და აგერ ახლა უკვე პირდაპირ მუქარები გამოგვიგზავნოს. ამიტომ ჩვენ ჟურნალისტებს მინდა ვთხოვ, რომ ცოტა უფრო მეტი თავმოყარეობით მოექცნენ ბატონ კარასინთან და სხვა რუს პოლიტიკოსებთან. გასაგებია ძალიან. თუ დრო დარჩა უბრალოდ დავამატებთ ის სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით. აი არის კიდევ ერთი მომენტი, აი შეიძლება განვიხილოთ აი ესეთი მომენტის, რომ რუსეთის ხელისუფლებას თვითონ არ აძლევს ხელს, რომ სავიზო რეჟიმი გახსნას საქართველოსთან და რატომ? მაშინ ხო საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება შეადარონ. აი ნახეთ, აი ევროპა და აი რუსეთი. მეორე მომენტი, ნახეთ, აი ჯერ არ მოუციათ ხო ეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, უკვე ვიცით რომ იაფი ავიაკომპანიები შემოვლენ და რაღაც 10 ევროთ შეიძლება კვიპროსზე გაფრენა და დასვენება და ასე შემდეგ, ხო? იგივე ვერ მოხდება რუსეთთან მიმართებაში. რუსეთში გზავრობა მაინც ძვირი იქნება, იმიტომ რომ იქ არ არის უბრალოდ არ შემოვლენ ეს იაფი ავიაკომპანიები, რომლებიც რუსეთში იფრენენ, ხო? კონკურენციაში კიდევ ერთი მომენტი, რუსეთს სურს რომ ორი კუთხით შეიძლება რომ რაღაცა მოგებანახოს. პირველი ტოვებს ასე ვთქვათ რაღაც აი ხიბლის მომენტს, ხო? არის ეს მომენტი ფსიქოლოგიური, რომ არხსნის ამ სავიზო რეჟიმს და რჩება ეს რაღაც ერთგვარ რაღაცა იმათ, ხო? აი მაინც რუსეთი რაღაცა ეს ხიბლის მომენტი რჩება რაღაც ნაწილში ქართული საზოგადოების. და მეორე, რუსეთში ცხოვრობენ ეთნიკურად ქართველები, რომლებსაც აქ ყავთ საქართველოს მოქალაქე ნაცესავები, ხო? სავიზო რეჟიმის გაუქმება ერთადერთი ამ ადამიანებს ისინი ერთმანეთს ადვილად ნახავდნენ და შეხვდებოდნენ. იმით რომ სავიზო რეჟიმს იტოვებს, მძევლად იტოვებს იმ ადამიანებს, ვინც რუსეთშია და ბერკეტს იტოვებს იმ საქართველოს მოქალაქეებზე, იმ ადამიანების ნაცესავებზე, ვინც რუსეთში ცხოვრობს. ეს არის შანტაჟის ბერკეტი ისევ, ხო? აი ამასაც თუ განვიხილავთ, ხო შეიძლება რომ ესეც განვიხილოთ ისევ როგორც სამუშაო ჰიპოთეზა, რაში აძლევს ხელს რუსეთს სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოსთან. გასაგებია თქვენი მოსაზრებები, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის, თქვენ გემშვიდობებით. თეორემა კი რეკლამის შემდეგ დაბრუნდება და უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს თავს განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბროთ. დაგველოდეთ.